მოგესალმებით, დღეს კვირა 8 საათი და თქვენ უყურებთ მთავარ ექიმს, რა თქმა უნდა, მთავარ არის. ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც რაიმე სახის ტრავმა არ მიუღია. მაგრამ არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც უჩვეულოდ ბევრი ტრავმა აქვთ მიღებული. ხშირად აქტიური ცხოვრებით ან სპორტით დაკავებულ ადამიანებს მსგავსი ტრავმები საყვარელი საქმის გაგრძელებაში ხელს უშლის. მაგრამ დღეს ჩვენ ცოტა განსხვავებულ ისტორიას მოგიყვებით. მოდით ყველამ ერთად უფრო ახლოს გავიცნოთ ტრეისერი გივი მაღრაძე. მართალია გივი ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ჩერდება, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ძალიან გაგვიმართლა. იგი ამჟამად საქართველოშია და დღეს ჩვენთან სტუმრადაც მოვიდა. მოგესალმებით. მოგესალმებით. გივი, პირველ რიგში ძალიან მიხარია შენი გაცნობა. მოდი მოგვიყევი, რამდენი ხანია რაც პარკურით ხარ დაკავებული და რამდენი ტრავმა გაქვს მიღებული. პარკურზე ვარჯიშობ სადღაც 13 წელია უკვე. შემიძლია ვთქვა, რომ მე როცა დავიწყე ვარჯიში, მაშინ პარკური ფეხს იკიდებდა მსოფლიო მასშტაბით. ანუ არ იყო განვითარებული, შესაბამისად არც არსებობდა არც ინსტრუქტორები, არც სკოლები, რომ ვთქვათ, მიგიღო რაღაც პარკურის განათლება და გვიწევდა ხოლმე YouTube-დან ვიდეოების განმოწერა, შენელება, კადრების და კადრ-კადრ მივყვებოდით და ისევ სწავლობთ ილეთებს, შესაბამისად ტრავმებიც ბევრი იყო. უნებრივი იყო, რომ ბევრი იქნებოდა რა. ორჯერ მაჯა მაქვს მოტეხილი, ლავიწიც ორჯერ მაქვს მოტეხილი, ორივე ფეხის ტერფი მაქვს მოტეხილი, ეკნები მაქვს მოტეხილი. ეს კონტი გამიწყდა რა, ძალიან ბევრი რაღაც კიდე რა. ფაიმე. მოკლედ თავიდან აწყობილია ეს კაცი რა. არაფერი არ ეტყობა, გადასანებად გამოიყურება. გამიმართლა, რომ საღი ვარ, მთელი ვარ და ის არის, რომ არ მიჩნევა ეს ფიზიკურად. და მიუხედავად ამისა, შენ მაინც აგრძელებ ამ ექსტრემალურ ცხოვრებას. ზოგადად პარკურის იდეოლოგიაც ეგ არის, რომ არ უნდა დანებდე. გივი, ძალიან ბევრს მოგზაურობ. ხშირად მოხვედრილ ხარ რაღაც ექსტრემალურ სიტუაციებში. რამეს ხომ არ გაიხსენებდი? იამაიკაზე ვიყავი, ხიდან ჩამოვარდი და დავეცი ხის ფესვს და მოვიტეხე ნეკნები. ირგვლივ იყო მარტო ჯუნგლები, იყო ჩემი მეგობარი, რომელსაც მანქანის ტარებაც არ იცოდა. არც საავადმყოფო იყო, არც ადგილობრივები იყვნენ. 3 დღე მანქანაში ვიყავი, ესე გაუნძრელოთ, იმიტომ ფიზიკურად ვერ მოძრავდი. თავის წამოწევაც კითხულს მაყენებდა ხოლმე. რითი იკვებებოდით იმ პერიოდში? ხილი ქონდა. და მაინც ეს იამაიკის ისტორია როგორ დამთავრდა? და მეოთხე დღეს შევძელი უკვე ნელ-ნელა ფეხის გადადგმა. შეიძლება მოგენატროს კიდევაც, ხო ჯამთელად ხარ, რომ რაღაცა ტრავმას კი, ანუ ამის გარდა ძალიან ბევრი ისტორია მაქვს ისეთი, რაც ტრავმებთან არის დაკავშირებული. მაგალითად, ხა ერთი კვირის წინ ბრაზილიაში ვიყავით, ჯუნგლებში დავიკარგე და გვეძინა 7 საათი წვიმის ქვეშ. იმიტომ რომ ვერ გავდიოდი, ღამე იყო და სხვა გზა არ მქონდა. პერუში ვიყავით, პერუში ლავიწი მოვიტეხა ჩემ მეგობარმა, მე ავარიაში მოვყევით და მანქანა დაიმტვრა. სულ რაღაც ესეთი ისტორიები მაქვს ხოლმე, ანუ ბევრი ხართ ესეთების, ხო? ერთად დადიჭა. რამოდენიმე 3-2 ვართ ხოლმე, ძირითადად უფრო რა. როგორ ბედნიერად ყვება თავის ტრამებზე. გადასარევი დღეს ბრაზილიაში ვიყავი, ლავიწი მოვიტეხე და ძალიან კარგი იყო, წვიმის ქვეშ გვეძინა 2 კვირა. გადასარევია. მართლა ძალიან საინტერესო ადამიანი ხარ და ნამდვილად საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობ. რამდენად საინტერესო არ ვიცი, მაგრამ ისე ძალიან საინტერესო პაციენტი იქნება, აი რენტგენს რო უღებენ. ძალიან საინტერესო იქნება ალბათ ამის სურათი. შოქში ჩავარ. ხო, კარგად დაგათვალიერებენ ხოლმე ამან. მოგვიყევი კიდე სამომავლო გეგმებზე, ტრავმების მიღებას სადაპირებ კიდევ. ძირითად მიზანია რომ გავყვე ცხოვრების რიტმს, არ ჩამორჩე, ვიმოგზაურო ბევრი და რაც სურვილია უფრო რომ საქართველოში გავაკეთო ისეთი პარკურ პარკი, სადაც თავისუფლად შემეძლება რომ ჩამოვიყვანო სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც და არ შევრცხოთ ესე რომ თქვენ, რომ პარკური ზოგადად ბევრ რაღაცაში დამეხმარა მე პირადად და ვიცი რომ ახალგაზრდა თაობასაც დიდი ხელშეწყობა იქნება იმათვის რომ განვითარდნენ. იმიტომ რომ ეს მხოლოდ ფიზიკურად არ განვითარებს, თვითრწმენას გიმაღლებს საკუთარ თავში. მოკლედ მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენს ქვეყანაში შეიქმნება გივის პარკი. ექსტრემალების.
გივი ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს გამონახე დრო და მოხვედი ჩვენთან, მაგრამ ისე არ გაგიშვებ, რომ 1-2 ილეთი არ გვასწავლო. აბა. რა მაგარია. აჩა. გიორგი. ჩემჯერია? დიახ. კარგია. ეხა შენჯერია. მე რა ვქნა? რა ვიცი. ვაიმე. სრული საგეჟეთი არის მოკლედ. ძალიან დიდი მადლობა გივი და წარმატებებს გისურვებ და ჯანმრთელობას რა თქმა უნდა. მადლობა. მედიცინა ყოველდღიურად წინ მიიწევს და თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ნოვატორული მიდგომების წყალობით საშუალება გვეძლევა, რომ სხვადასხვა დაავადებებს ბევრად ეფექტურად გავუმკლავდეთ. მე ძალიან მიხარია ხოლმე, როდესაც ჩვენთან საქართველოში ხდება მსგავსი სიახლეები. დღეს ერთ-ერთ ასეთ სიახლეზე მოგიყვებით. პრივატ კლინიკასა და ვენის ერთ-ერთ მრავალპროფილურ კლინიკას შორის შედგა თანამშრომლობა და ქართველ პაციენტებს საშუალება ეძლევათ თბილისში გაიარონ კონსულტაცია და მკურნალობის კურსი ვენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის წამყვან ქირურგებთან. ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი ინიციატორი არის ვენაში მოღვაწე ქართველი ექიმი სოსო ნანობაშვილი, რომელიც წლებია მუშაობს ვენის კლინიკაში. ის არის სამედიცინო უნივერსიტეტის სისხლძარღვთა ქირურგიის კათედრის პროფესორი და პირველი უფროსი ექიმი. საწყის ეტაპზე საქართველოში 14-დან 17 მარტამდე იმყოფებოდნენ ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინული ქირურგიის განყოფილების წამყვანი სპეციალისტები და ქართველ პაციენტებს ჩაუტარეს კონსულტაციები და ასევე რამდენიმე ოპერაცია. სამომავლოდ დაგეგმილია ბარიატრიული ქირურგიის დარგში მომუშავე სპეციალისტების ვიზიტი, ხოლო რა განსხვავებული მიდგომა აქვთ ვენის საუნივერსიტეტო კლინიკაში და რა სერვისებს თავაზობენ უცხოელი სპეციალისტები ქართველ პაციენტებს, ამას ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. 1991 წლიდან მუშაობ ქალაქ ვენაში. ეს კლინიკა გახლავთ ყველაზე უფრო დიდი კლინიკა ვენაში. და ყველა განყოფილება არის მოთავსებული ქირურგიული, პედიატრიული, ინტერნისტული, ბავშვთა და ასე შემდეგ. ჩამოვედით სამნი, მე, ჩემი კოლეგა პროფესორი შოიბა, რომელიც გახლავთ ჩემს ავადმყოფოში ენდოკრინული ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი და პროფესორი კაზერელი, ეს გახლავთ პათოლოგი. ჩვენ ეს ყოველისა დავგეგმეთ და გავაკეთეთ ოპერაციები ჯერჯერობით ფარისებურ ჯირკვალზე. კიდევ გეკმავთ ბარიატრიული ქირურგიის განვითარებასაც ამ საავადმყოფოში, იმიტომ რომ პაციენტები, რომლებიც ჩვენთან ჩამოდის ვენაში, წარმოიდგინეთ 350 კილო, 400 კილო პაციენტები არიან, რომლებიც სპეციალური თვითმფრინავით ჩამოყავთ. ამდენად ეს პრობლემა არ არის სიმსუქნის და გახდომის პრობლემა, ეს არის სამედიცინო პრობლემა და ამიტომ გვინდა რომ ამ მიმართულებითაც გარკვეული ოპერაციები ჩავატაროთ და აქ გვინდა რომ გარკვეული სტანდარტები ვაჩვენოთ თუ შემოვითანოთ საქართველოში, რომელიც დასავლეთში ითვლება ამ დროს სტანდარტებად. ახლა ვშევდოთ პაციენტის შესახებ, რომელსაც კვანზი აქვს ფარისებურ ჯირკვალში და პროფესორი შოიბა ამბობს, რომ 95% შანსით სიმსივნე არ უნდა ქონდეს ავთვისებიანი. რა თქმა უნდა, ეს სასიხარული იქნება ჩვენთვისაც და პაციენტისთვისაც, რადგანაც დამატებით არავითარი კურნალობა არ გაჭირდება. პაციენტს აქვს ეგრეთ წოდებული ბაზედოვის დაავადება, ანუ თირეოტოქსიკოზი, ეს იმას ნიშნავს, რომ მომატებულია ფარისებური ჯირკვლის ფუნქცია, რაც იწვევს გულისცემის გახშირებას და სხვა სიმპტომებს. Das geht nicht, Ligaschuhe. ინტრაოპერატიულად კეთდება ოპერაცია აუცილებლად მონიტორინგის ქვეშ. ჩვენს უკან ხედავთ აპარატს, რომლის საშუალებითაც ჩვენ ნახავთ და ვიპოვით ეგრეთ წოდებულ ხორხის შებრუნებულ ნერვს. ეს ნერვი ანერვებს ხმოვან იოგებს და მასზეა დამოკიდებული ადამიანის მეტყველების ფუნქცია. ამ აპარატის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ძალიან ადვილად ვიპოვოთ ნერვი და დავიცვათ დაზიანებისაგან.
სასულეში დგას მილი, რომლითაც სუნთქავს ადამიანი ოპერაციის დროს. ამ მილზე დახვეული გახლავთ სპეციალური ელექტროდი. ეს ელექტროდი არის იმ დონეზე, სადაც არის ბგერავი იოგები. თუმცა ჩვენ ერთს ვაღიზიანებთ, ეს იოგები მოძრაობს, ბგერავი იოგები, ეს ელექტროდი იღებს ამ გაღიზიანებას და გადმოაქვს აპარატში. ამ ნერვის გაღიზიანება უეცარი იწვევს გულის გაჩერებას. მე და ანამ გადავწყვიტეთ, რომ თავარი ექიმის ეს ნაწილი მივუძღვნათ იმ პრობლემებს, რომლებიც ქალებს აწუხებთ. დავაზუსტებ გიორგი, ჩვენ საუბრობთ პრემენსტრუალურ სინდრომზე, ანუ PMS-ზე, რომელიც სამი ქალიდან ერთს აწუხებს. ისე ჩემი აზრით, ეს თემა მამაკაცებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ხომ უნდა მივხვდეთ, რა რთული პერიოდის გადატანა გიწევთ ამ დროს. ხო და ეხლა ტრადიციას დავარღვევ და გიორგის მაგივრად მიაგიხსნით, რა არის PMS-ი და რა სიმპტომები აქვს მას. პრემენსტრუალური სინდრომი იწყება მენსტრუაციამდე ცოტა ხნით ადრე. ზოგჯერ არც ისე ცოტა ხნით ადრე, მთელი 2 კვირით ადრეც კი. დღეისათვის აღწერილია მისი 150-მდე სიმპტომი, თუმცა მე ვეცდები რამდენიმე ყველაზე გავრცელებული ჩამოგითვალოთ. ფიზიკური სიმპტომები. ტკივილი და დისკომფორტი მუცლის არეში, თავის ტკივილები, მკერდის შეშუპება, ძილის პრობლემა, გულისრევა და წონის მატება. ეხლა გადავიდეთ ფსიქოლოგიურ და ქცევით სიმპტომებზე. ეს არის ტირილი, მღელვარება, მადის ცვლილება, ზედმეტი ემოციურობა და გაღიზიანება ან სიბრასე. ხედავ გიორგი? რა თქმა უნდა, ყველა ეს სიმპტომი ერთდროულად ერთ ქალს არ აქვს. უფრო მეტიც, თვიდან თვემდე მათი სიმპტომები შეიძლება შეიცვალოს. თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ქალს ამ სიმპტომების ძალიან დიდი ნაწილი აქვს და ფაქტიურად ქმედით უნარიანობას კარგავს. ეხლა წარმოიდგინეთ თავით რო გტკივა, მუცელის რო გტკივა, გული გერევა, გამოუძინებელი ხარ და პლუს ამას მილიონი საქმის კეთება გიწევს. მოკლედ, მგონი იმის ახსნა თუ რა მდგომარეობაა PMS-ი, ასე თუ ისე მოვახერხეთ, მოდით გადავიდეთ რჩევებზე, ხო გიორგი? წამოვყევი გიორგი? აბა გისმენ ყურადღებით. თუმცა აქ შეინდახმარებაც დამჭირდება, იმიტომ რომ შენ უფრო კარგად აუხსნი ჩვენს მაყურებელს თუ რა რისთვის არის სასარგებლო, ასე რომ თუ რამე შემიძლება მითხარი რომ ანა ესე არა. პრინციპში მე მამაკაცებს მივცემ რჩევას. საინტერესოა. მოიმარჯვეთ აი ასეთი ხელსახოცები, რადგან ტირილი ამ დღეებში ქალებს ნებისმიერი მიზეზის გამო შეუძლიათ. მართალი. ხო არ იტირო? არა. კარგი, გავაგრძელებ მუშაობას, გიორგი.
ეხლა მე მივიცემ რჩევებს, ვისაც ნამდვილად ჭირდებათ ეს, კარგი? ექიმები ყოველთვის გვეუბნებით, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ყველაფრის მკურნალია. PMS-ის შემთხვევაშიც ასე არის. უნდა მოვერიდოთ ალკოჰოლს, კოფეინს, რადგანაც ამ დროს ისედაც ხშირია ძილის პრობლემები. ასევე მეტნაკლებად უნდა შევეცადოთ, არ ვიცი ამას როგორ მოვახერხებთ, მაგრამ უნდა შევეცადოთ, რომ მოვერიდოთ სტრესს, დიდი რაოდენობით მარილის და შაქრის მოხმარებას, სამაგიეროდ შეგვიძლია მივირთვათ აი ეს გემრიელობები, რომელიც ჩვენთან არის აქ წარმოდგენილი. მაშ ასე, აქ გვაქვს რძის პროდუქტები. კი ბატონო. კალციუმი ხელს უწყობს PMS-ის სიმპტომების შემსუბუქებას. ასევე მიირთვით ისეთი პროდუქტები, რომელიც დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს, რადგან თვიდან თვემდე მოიკრიბოთ საკმარისი ენერგია და თავიდან აირიდოთ ანემია. ასეთი პროდუქტებია უცხიმო ხორცი, ყველანაირი მწვანე ბოსტნეული, აი ბროკოლი, მწვანე ხახვი და ასე შემდეგ. მე კიდევ ვურჩევდი, რომ ხილის შემთხვევაში უპირატესობა ფორთოხალს და ბანანს მივანიჭოთ, რადგანაც ფორთოხალი შეიცავს C ვიტამინს, ხოლო ბანანი არის კალიუმით მდიდარი და დაიცავს თქვენს ორგანიზმს გამოფიტვისგან. აქ ასევე გვაქვს ჩემი საყვარელი სასმუსნოები, თხილი, ნიგოზი, ნუში, გოგრის თესლები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი დიდი რაოდენობით მაგნიუმს შეიცავს, რომელიც ამ დროს განსაკუთრებით აუცილებელია თქვენი ორგანიზმისთვის. მოკლედ, გოგოებო, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები და ერთად გაუმკლავდეთ PMS-ს. 2018 წელს მსოფლიოში კიბოთი 9.600.000 ადამიანი გარდაიცვალა. სიმსივნის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს. თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია არაჯანსაღი კვება. ამიტომაც დღეს მთავარ ექიმში ჩვენ ჩამოგითვლით 5 საშიშ პროდუქტს, რომელიც აუცილებლად უნდა ამოიღოთ თქვენი კვების რაციონიდან. მას ასე, 5 საკვები, რომელიც კიბოს იწვევს. მოდით ვნახოთ პირველი. ეს ისეთი პროდუქტია, რომელსაც ძალიან ხშირად არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში იყენებენ. საკვები ადვილად მოსამზადებელია, ან მას წინასწარი მომზადება საერთოდ არ სჭირდება. და ამიტომაც გადატვირთული რეჟიმის დროს ძალიან კარგი გამოსავალია. ეს არის გადამუშავებული ხორცს პროდუქტები. მე კი ვიცი, რომ მსგავსი პროდუქტები ცუდია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ შეგიძლია შენ დეტალურად აგვიხსნა რატომ? ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ხორცს პროდუქტები, რომლებიც კონსერვანტებით, მარილით და სხვა ნივთიერებებით არის გაჯერებული, კანცეროგენულ პროდუქტს მიეკუთვნება. ეს არასასურველი დანამატები მათ ვარგისიანობას ზრდის და საგემოვნო თვისებებს უნარჩუნებს დიდი ხნის მანძილზე. კანცეროგენები კი ნივთიერებებია, რომლებიც კიბოს იწვევს. მათი ხშირი გამოყენება კი საგრძნობლად ზრდის ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს. გიორგი, ამ ყველაფერზე საერთოდ უარი უნდა ვთქვათ? დამერწმუნეთ, უმრავლესობას ძალიან გაუჭირდება. თუ სრულად არ ამბობთ უარს ბეკონის, სოსისისა თუ სხვა სახის ძეხვეულის მირთმევაზე, ეცადეთ, რომ შეამციროთ მაინც მათი ყოველდღიური მიღება. კვლევების თანახმად, ყოველდღიურად 100 გრამზე მეტი ოდენობით ესეთი პროდუქტის მირთმევა საგრძნობლად ზრდის კიბოს განვითარების შემთხვევებს. შემდეგი გითხარი რა არის? ეს არის პომიდორი. პომიდორი კიბოს იწვევს, მე პირიქით ვიცოდი. პომიდორი ძალიან სასარგებლოა და პირიქით ის ებრძვის კიბოს. მაგრამ ამჯერად დაკონსერვებულ პომიდორზე ვისაუბრებთ. კი ბატონო. ანუ პომიდორი შეგვიძლია მშვიდად მივირთვათ, ხო? რა თქმა უნდა. რაც შეეხება დაკონსერვებულ პროდუქტებს, მათი წარმოებისას აქტიურად გამოიყენება ნივთიერება ბისფენოლ A. ბისფენოლი ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც მყარი პლასმასის შემადგენლობაში შედის და ლითონის ქილების ხუფების სახით გამოიყენება. ვინაიდან პომიდორი საკმაოდ მაღალი მჟავიანობის მქონე პროდუქტია, ის რეაქციაში შედის ბისფენოლ A-სთან და წარმოიქმნება საკმაოდ ტოქსიური ნივთიერება, რომელიც შესაბამისად იწვევს კიბოს. ანუ დაკონსერვებული პროდუქტი არ უნდა მივირთვათ. ჩემი რჩევაა, კერძების მომზადებისას გამოვიყენოთ ცოცხალი პომიდორი. და ზოგადად არა დაკონსერვებული პროდუქტი. რადგან ნებისმიერი პროდუქტი იმისთვის, რომ დიდი ხნის განმავლობაში საკვებად ვარგისი იყოს, ძალიან ბევრ დანამატს საჭიროებს. შესაბამისად, მსგავსი პროდუქტების ხშირმა მიღებამ შესაძლოა კიბოს განვითარების რისკიც გაზარდოს.
კარგი, მოდი მესამე ყუთზე გადავიდეთ, გიორგი. გადავიდეთ. გასაგებია, ესე იგი, დაკონსერვებულიც არ გვინდა. ოხ, როგორი ტკბილეულია და ალბათ ეს ბავშვებმა რო დაინახეს, დედებს უთხარს რომ დედა, მაჭამე, კამფეტი თუ შოკოლადი თუ დონატი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი დიდი რაოდენობით რაფინირებულ შაქარს შეიცავს, რომელიც ორგანიზმში გლუკოზის დონის ხშირ ცვალებადობას იწვევს და უჯრედებს აზიანებს. კიდევ უფრო უარესია ფრუქტოზა, რომელსაც სიმინდის სიროფი შეიცავს და ამ პროდუქტის წარმოებისას გამოიყენება. ასევე საზიანოა რაფინირებული თეთრი ფქვილი. ის აი ამ ცომეულის მოსამზადებლად გამოიყენება, მას არანაირი კვებითი ღირებულება არ აქვს. სამაგიეროდ უხვად გამოიყენება ქლორის გაზი გასათეთრებლად, რომ ეს ნაწარმი უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდეს. მე მესმის რომ ყველა ბავშვს უყვარს ესეთი ტკბილეულობა და გამოგიტყდები რომ არა მარტო ბავშვებს, მაგრამ რასაშინელებაა რომ ეს ყველაფერი ესეთ ცუდ ქიმიურ რაღაც ნივთიერებებს შეიცავს და როგორი საშიშია თურმე ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ასე რომ გაითვალისწინეთ მშობლებო. და მეოთხე, ანა მოემზადე. ეს არის ჩიპსები და ჩიპსები. ეს პროდუქტიც კიბოს განვითარების რისკს ზრდის. რადგან დიდი რაოდენობით კონსერვანტებს, ხელოვნურ არომატიზატორებს და მავნე ცხიმს შეიცავს. ასევე ყველა პროდუქტი, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე დიდი ხნის განმავლობაში მზადდება, აკრილამიდებს შეიცავს. ეს კი ის ნივთიერებაა, რომელიც კიბოს განვითარებას იწვევს. კარგი გიორგი, მოდი მეხუთეზე გადავიდეთ. მე ძალიან მაინტერესებს მეხუთე რა იქნება. მოდი. და მეხუთე ეს არის შებოლილი პროდუქტები. შებოლილი პროდუქტები არ მიკვირს. კონსერვანტები, რომლებიც ამ საკვებს იცავს გაფუჭებისგან, სითბური დამუშავებისას გარდაიქმნებიან პროდუქტად, სახელად ნიტროზ ამინები. ეს შენაერთები კი იწვევს კიბოს. თან შებოლილი საკვები შთანთქავს კვამლში არსებულ ნივთიერებას, კუპრს, რომელიც ასევე დიდი რაოდენობით არის თამბაქოში. თამბაქოს მავნებლობაზე მგონი საუბარი აღარ ზღირს, იმიტომ რომ ზუსტად ვიცით რომ ჩვენთვის ძალიან მავნებელია. ასე რომ ყველა ძალიან კარგს ვიზავთ თუ ამ პროდუქტებს მოვერიდებით და ამოვიღებთ ყოველდღიური მოხმარებიდან. რადგანაც სხვადასხვა სახის მძიმე თუ ნაკლებად მძიმე დაავადებების წარმოშობა დიდწილად სწორედ რომ ჩვენი კვების რაციონზეა დამოკიდებული. სხეულის მოხატვა და მისი სხვადასხვა ნაწილების გახვრეტა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. და ამიტომაც თავარ ექიმში დღეს მოგიყვებით ყველაფერს, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ თუ რომელიმე მათგანის გაკეთებას თქვენს გადაწყვეტთ. შეხედე ჩვენს დარბაზში რამდენი ტატუიანი და პირსინგიანი ადამიანი ზის. და ძალიან ლამაზია, მე მომწონს. სხვათა შორის ტატუს გაკეთების ტრადიცია ჯერ კიდევ ჩვენ წელთ აღრიცხვამდე არსებობდა და მას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. რამდენიმე საინტერესო ინფორმაციას მეც გეტყვით. პირველი, ტატუს გაკეთებისას კანზე ნემს წუთში 50-დან 3000-მდე არჭობენ. მეორე, ყველაზე მეტი ტატუს მქონე ადამიანს მთელი სხეული აქვს დაფარული 100%-ით. პირი, ყურები და თვალის ქუთუთოებიც კი. და მესამე, 80-იანი წლების შემდეგ დაბადებული 10 ადამიანიდან 4 სულ მცირე ერთი ტატუ მაინც აქვს. გიორგი, სულ მაინტერესებდა ტექნიკურად როგორ ხდება ტატუს გაკეთება და რატომ არის ესე გამძლე? ტატუს მანქანა დაახლოებით იგივე პრინციპით მუშაობს, როგორც საკერავი მანქანა. წვრილი ნემსის საშუალებით კანზე პატარ-პატარა ნახვრეტები კეთდება. ადამიანის კანი შრეებისგან შედგება. პირველი ეს არის ეპიდერმისი, ხოლო მეორე დერმა. სწორედ დერმის ნაწილში შეყავთ სპეციალური მელანი, რომლის საშუალებითაც შემდგომ სასურველ გამოსახულებას ვიღებთ. აი თქვენ მინდა კითხოთ. პირველი ტატუ როდის გაიკეთეთ? რამდენი წლის იყავით? პირველი ტატუ გავიკეთე დაახლოებით 9 წლის ასაკში. და ეს იყო უბრალოდ პირველი ექსპერიმენტი საკუთარ თავზე, მაგრამ მის შემდეგ უკვე ჩემი პიროვნული მახასიათებლები გადავწყვიტე რომ აღმებეჭდა ჩემს საკუთარ სხეულზე. აი მაგალითად მარცხენა მხარზე მწვანე ფერის ტატუა რას ნიშნავს? ეს არის ეგრეთ წოდებული ეთიოპიური ამაიკური კულტურიდან, ესეთი მედიკამენტი არსებობს, მარიხუანა. რას ვაპარაკობ? და რაღაც მაგის ქალღმერთის სტილში ჩემი საკუთარი ესკიზით. თქვენ გაქვთ პირსინგი.
ძალიან მომწონს და ძალიან გიხდებათ. პირველად პირსინგი გავიკეთეთ 18 წლის ასაკში. 18 წლის დედაჩემის დედაჩემს უნდა და რომ გამეკეთებინა პირველად. დაგაძალა, წაგიყვანა ძალიან დაგიკეთა პირსინგი. თქვენ უნდა გითხოთ. მაინტერესებს რამდენი ტატუ გაქვთ, იმიტომ რომ ხედავ რომ ძალიან ბევრი. 57-58. ვაიმე რა მაგარი. ნამდვილად დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ გააკეთებს სტატუსს. ამიტომ ჩვენ სტუდიაში მოვიწვიეთ ტატუ არტისტი ანდრეი აივაზიანი. ძალიან საინტერესო ტატუები გაქვს და მინდა რომ აჩვენო. ეხლა? კი ბატონო. ვაი! ვაი! მოიცავ, აიმე რა ლამაზია. ვინ გაგიკეთა ეს ტატუ? ეს საზღვარგარი დავიხატე ძალიან ცნობილ ტატუ არტისტთან. აქ თუ გეცნობა ვინმე? შენთან ვის? კი, რა თქმა უნდა. აი, ჩემ მეგობარია მოსული, ვისაც დავახატეთ მთლიან ფეხზე. ეს არის აფრიკელის ტომის ძალიან ლამაზია, როგორი ნამუშევარია. ხო, შეგიძლიათ ახლოდანაც ნახოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დეტალებია და ყველაფერი ჩანს. დაბლითა ტატუ უკვე შეხორცებულია, სადაც 2 წელია და ის ზედა არის ახალი, შეხორცებული მიახლოებით 1 ალბათ 2-3 თვე. ტატუც და პირსინგიც თვით გამოხატვის ძალიან კარგი საშუალებაა. თუმცა მე როგორც ექიმი გირჩევთ, კარგად დაფიქრდით და აწონ-დაწონეთ ყველაფერი, სანამ რომელიმეს გაკეთებას გადაწყვეტთ. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ტატუ და პირსინგი წესების სრული დაცვით კეთდება, მაინც შეიძლება შეიქმნას ჯანმრთელობის პრობლემები. მაგალითად, შესაძლოა კანის ინფექცია განვითარდეს. ამასთან ტატუს შემთხვევაში მართალია იშვიათად, მაგრამ მაინც შესაძლოა განვითარდეს შეუთავსებლობა მაგნიტორეზონანსული გამოკვლევის დროს და ამან კანის შეშუპება, ქავილი და წვა გამოიწვიოს. ეგ ნამდვილად არ ვიცოდი. ანუ სანამ სხეულზე რამის გაკეთებას გადავწყვეტ, ძალიან ბევრი რამ უნდა გავითვალისწინოთ. რა თქმა უნდა, ანუ როცა გადავწყვეტ, ტატუ ან პირსინგი გავიკეთოთ, პირველ რიგში უნდა მივიდეთ პროფესიონალთან, როგორიც არის ჩვენი დღევანდელი სტუმარი. შემდეგ ავწონ-დავწონოთ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე ამ ჩარევის და ისე მივიღოთ გადაწყვეტილება. მოკლედ, ახლა კიდევ ერთი სტუმარი ყავს ანდრეი. ალბათ ყველა უყურებთ მესამეზე გადაცემას თითქმის ყოველ დღე მიშა მშვილდაძესთან და ამ გადაცემაზე ძალიან ნიჭიერი ადამიანები ზრუნავენ და ძალიან ნიჭიერი სცენარისტები მუშაობენ. და მე მინდა ერთ-ერთი სცენარისტი მოვიწვიო დღეს გადაცემაში. მიესალმეთ ნიკა მზარეულიშვილი, რომელსაც ანდრეი დღეს პირსინგს გაუკეთებს. მოგესალმებით. თითქმის ყოველ დღე. გადავიდეთ მე მგონი საქმეზე, ხო? თან ვისაუბროთ. თან ვისაუბროთ. ეხლა აღარ გკითხავ, ხო არ გეშინია თქო ნიკა? იმას გკითხავ, რამდენი პირსინგი გაქვს? პირსინგი არა, ავი ეს პირსინგი თუა ერთი. ერთი საყურე. პირველ რიგში ყველაფერი უნდა იყოს სტერილური, სუფთა, დამუშავებული, რა თქმა უნდა. ის ყველა მასალა, რასაც ვეხებით. ანუ უნდა იყოს სუფთა. ნემსები რითიცაც იხვრიტება. გიორგი ექიმი როგორ ბედნიერად ათვალიერებს ამ ყველაფერს, აი გული აგიჩოყდა. სტანდარტული ვენის სტანდარტული კანთეთერია, დიახ. გეცნო ეს ყველაფერი გიორგი, ხო შენიანები არიან. შეგვიძლია დავიწყოთ, ხო? სანამ დავიწყებთ, მინდა ნიკას ვკითხო, რა ნაწილს ვიხვრითავთ? წარბის გახრეტა მინდა, მარცხენა წარბი, აი აქ. დააკვირდით მეგობრებო, აი აქ. თვალთან ახლოს, თვალთან ახლოს. წარბის აწევა იცი? მაგიტომაც უნდა მე ესე წარბის აწევს და იქვე პირსინგიც იქნება, აბა? მე გაგიხსნ. კი ბატონო. მე გაგიხსნ. ნახე? თვით გიორგი ჩიჩუა ყავს ასისტენტი. ნახე? დიდი მადლობა. გიორგი, შენ მოდი ჩემთან. აქ არ ხარ შენ ქირურგი დღეს, თქვენ მოიქეცი. როგორ მაინტერესებს ის რაღაცები? ესე იგი, დავამუშავოთ ხალთათმანების ზედაპირი. და ასევე დავამუშავოთ ზედაპირი. ამ რიტუალი ხო არ არსებობს? არც ტატუ შემთხვევაში? ტატუ შემთხვევაში კი. აბა ნიკა, ხო არ ნერვიულობ? განწყობა როგორია? კაი, ავით, ჯერ კაი. დავიწყოთ ანდრე. გახრეტის მერე ვნახოთ. გახრეტის მერე ალბათ უკეთესი იქნება. დავამუშავოთ კანის ზედაპირი ანტისეპტიკური საშუალებით. ასე. დახუჭე თვალები.
საერთოდ ზომა იღება როგორ, ანუ აი სადაც მთავრდება თვალი, სიტყვაზე აი ამ მონაკვეთზე. ესე იგი ხსნით ნემს. მოდის ნემსი. მოდის ნემსი. ანდრე, ნიკას ხო შეუძლია შემდეგ ისევ სამსახურში წავიდეს და გააგრძელოს თავის საქმიანობა? არანაირი პრობლემა არ არის, სცენარზეა სამუშაო ადამიანს. არანაირი პრობლემა არ შეექმნება. იმიტომ რომ ჩვენ გადაცემას ველოდებით. და გაყუჩება? გაყუჩება არ დაჭირდება, იმიტომ რომ ზამსუბუქი ხელი მაქვს. მართლა? მართლა. ნიკა მზად ხარ? ნიკა მზად ხარ? კი. აბა ღრმად ჩაის უნთქე? ნიკა, გავამხნევოთ ნიკა რა. ოპა. კაი. სამორჩა? თვალები დახუჭე. რა წყნარად არის? ესე იგი, ნიჭიერი ბიჭი რო არის, როგორი მამაციც ყოფილა, ხო ხედავ? არ არის მწარე. არ არის მწარე? არა. ხო, არა, ნამდვილად ეს არ იყო მისთვის ძალიან მწარე, იმიტომ რომ ნამდვილად ვერ ითამაშებ ამ შემთხვევაში. ესე იგი, ანდრეის მართლა ჯადოსნურად მსუბუქი ხელი ქონია. აი პროფესიონალიზმი მაინც აი ძალიან დასაფასებელია რა. ტაში ყველა პროფესიონალ ადამიანს. აი ახლა მე ვაჩვენებ რა შეიძლება ეს ექსკლუზივ მზად ხარ? აი? ტარამ! დაწყვი შენი სიახლით, მოგწონს? მოგწონს გილოცავ? რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა ანდრეის, ნიკას და რა თქმა უნდა ჩვენს მაყურებელს. მოკლედ, გაითვალისწინეთ გიორგის და ანდრეის რჩევები და თქვენს გარეგნობაში ცვლილებები შეიტანეთ ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე. ჩვენ კი ერთი კვირით გემშვიდობებით. მომავალ კვირას ჩვენ კვლავ შევხვდებით და ვისაუბრებთ თქვენთვის აქტუალურ თემებზე. დროებით!